დღეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბინა მინდა გაჩვენოთ საბურთალოზე, რაც მთავარია და რაც თქვენ ძალიან გიყვართ მეტროსთან ახლოს მეოთხე სართული და დავიწყოთ. ეს არის მისაღების სივრცე სტუდიოს ტიპის სამზარეულო არის აბსოლუტურად იდეალური დიზაინში. აქცენტი არის გაკეთებული სიმრგვალეებზე და პრაქტიკულად მესაკუთრე რომ ყველაფერი დაანგრია და ახლიდან გააკეთა. არის თაჩზე ყველაფერი, ნახეთ. რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან პრაქტიკულია, რა თქმა უნდა, ჭურჭლის ერთხელ მანქანა მომწონს ზედაპირი, მომწონს ასევე კედლის ეს ნაწილი და რა თქმა უნდა, ხისფერი ჩემი საყვარელია. აქაც ავეც დრო შევხედოთ თაჩის მექანიზმზე, ნახეთ როგორი თაჩია, რომ მივაწვევით გარდა იმისა, რომ ინთება, ამავდროულად შეგვიძლია, რომ სინათლე დავარეგულიროთ. მომწონს მოლდინგი, იმიტომ რომ არის სადა, თხელი, არ არის გამაღიზიანებელი და კედლის ფერს ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი აქცენტი შემოაქვს. მაგიდა, რომელიც იშლება და ვფიქრობ, რომ ამ ტერიტორიისთვის ნამდვილად საჭიროა ესეთი მაგიდა, რადგან გვაქვს ამის საშუალება, რომ ბევრი სტუმარი მივიღოთ. სკამებზე და მის ფეხებზეც გავმახვილებდი ყურადღებას, აქ გვაქვს ორი ფრანგული აივანი, ხოლო იქით ერთი აივანი, სადაც შეგვიძლია მაგიდას და სკამებიც დავდგათ. სულ აივნის რაოდენობა არის 12 კვადრატული მეტრი, ბინა კი გახლავთ 93 კვადრატული მეტრი ორი საძინებლით. ეს არის ერთ-ერთი საძინებელი, მეორე საძინებელს თავისი საგარდირობი აქვს, ეს ვთქვათ, ასე ვთქვათ, ეს არის ყველაზე პატარა საძინებელი, სადაც ასევე თაჩის მექანიზმზე არის ყველაფერი და ძალიან მომწონს მე პირადად, გემოვნებიანია და ვფიქრობ, რომ ინტერიერი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა. აქაც სიმრგვალე, შევიდეთ სულ წერტილში ძალიან უცბად და მერე უკვე გელოდებით საძინებელ ოთახში. აქვე ამ არკადეც გავმახვილებდი ყურადღებას, ნახეთ რა ლამაზი შესასვლელი სივრცეა. აქ ისევ სიმრგვალით შევდივართ საგარდირობეში. წინ გვაქვს უკვე სარკე, მოსაწასრიგებელი სივრცე, ბუნებრივი განათება და არაჩვეულებრივი საწყალი. ეს უძრავი ქონება იყიდება. თქვენ კი გელოდებით პირად შეტყობინებებში, ოღონდ არ დაგავიწყდეთ ჩემი გამოწერა დროებით.